გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ მიხეილ მუმლაძე, მასწავლებელი. უკვე 8 წელია ქუთაისში მაქვს საბავშვო ლიტერატურული კლუბი წიგნების თაობა. 1000-ობით ბავშვთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში ვკითხულობთ წიგნებს, დებატობთ, უსვამთ ერთმანეთს კითხვებს და ვცდილობთ გავხდეთ უკეთესი მოქალაქეები. დღეს უჩვეულო გარემოში ვარ ჩემთვის, იმიტომ რომ გადავწყვიტე ჩაგვეწერა პოდკასტი და ბევრ საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. გამარჯობათ, მეც მოგესალმებით. მე ვარ ანდრო ქარციძე, პროფესიით ჟურნალისტი, ნიკო ნიკოლაძის კლუბის დამაარსებელი, დამფუძნებელი, მისივე ქალაქში, მშობლიურ ქუთაისში. ორიოდე სიტყვით ნიკო ნიკოლაძეზე რო ვთქვათ და კლუბზე რო ვთქვათ, ნიკო ნიკოლაძე იყო დამფუძნებელი მამა ილია ჭავჭავაძესთან ერთად ამ თანამედროვე საქართველოსი. ამიტომ გადავწყვიტე ჩვენ მეგობრებმა, რომ მისი სახელობის კლუბი შეგვექმნა ქუთაისში. მისი სახელით და კლუბის სახელით რამოდენიმე აქტივობაც ჰქონდა, მაგრამ ეხლა უკვე გადავწყვიტეთ, რომ პირველი პოდკასტი ჩავწეროთ და YouTube არხიც გავაკეთოთ მის ბაზაზე, ანუ კლუბის ბაზაზე შევქმნათ YouTube არხი და აგერ მიშოსთან ერთად დავჯექით ორთავემ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ხმა ჩვენს დავეწყო იუთუბერობა ერთი სიტყვით ასე რომ ვთქვათ. YouTube არხის სახელიც ლიანდაგი ნიკოლაძეს უკავშირდება, რადგან ნიკო არ იყო მხოლოდ სიტყვა, ნიკო იყო საქმეც და ბევრი სიახლე ამ ქვეყანაში, ტექნოლოგიური სიახლეები სწორედ ნიკომ შემოიტანა, რაც შეეხება ლიანდაგს. ერთ დღეს, როდესაც ნიკომ აღმოაჩინა, რომ დედა კერავდა, კითხვაზე თუ ის რას აკეთებდა იმ კონკრეტულ მომენტში, დედამ უპასუხა, რომ მე ვალიანდაგებ და სწორედ მაშინ ნიკოს მოუვიდა ინსპირაცია, რომ რელსისთვის, რომელიც რუსული სიტყვა იყო და არ ქონდა ქართული შესატყვისი, დაერქმია ლიანდაგი. ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ ლიანდაგი დაგვერქმია სწორედ ამიტომ. ინსპირაცია ჩვენთვისაც ლიანდაგი, იმიტომ რომ დაკავშირებულია მოძრაობასთან, დაკავშირებულია გადაადგილებასთან, დაკავშირებულია ცივილიზაციებს შორის კავშირთან, ეკონომიკურ წინსვლასთან, რაც სწორედ ნიკომ დაიწყო ჩვენს ქვეყანაში. ახლა გადავიდეთ თემაზე, რაზეც შევეცდებით, რომ დღეს ჩვენი აზრი მოგახსენოთ. ეს უკავშირდება 50 დღიან უწყვეტ პროტესტს ქუთაისში. ეს სრულიად უნიკალური რამეა ჩვენი ქალაქის რეალობაში, იმიტომ რომ აქამდე მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია. ქალაქი, რომელიც თვისობრივად ოპოზიციურია, აქ ხელისუფლებები ყოველთვის აგებენ, მაგრამ ქუჩაში ხალხს გამოსვლა არ უნდა. ანდრო, შენ როგორც უფროს ადამიანს მინდა გკითხო, რას ნიშნავს ეს შენთვის ადამიანისთვის, რომელსაც ბევრი პროტესტი ახსოვს ამ ქვეყანაში? ქუთაისთან მონაწილეობაც მიმიღია 2003 წლიდან სტუდენტი ვიყავი მაშინ, იქედან მოყოლებული თითქმის არც ერთი მიტინგი არ მაქვს გამოტოვებული და არც ერთი საპროტესტო აქცია. იმ ხელისუფლების შევარნაძის დროსაც, მე 2012-ში, მე ეხლაც რაც დაიწყო და როგორც დაიწყო და ჩემთვის ჩემი გამოცდილებიდან და არც პატარა არა ვარ, ჩემი გამოცდილებიდან როგორც კი დაიწყო ეს რომ 28-ში გამოაცხადა რომ ევროპულ გზას ვაჩერებთ 28-ში თქვა, 28-მდე ვაჩერებთ 2028 წლამდე ვაჩერებთ ევროპულ გზისკენ სვლას. იმ წუთასვე და იმ ღამეს ვეწავედი, როგორც კი პროტესტი დაიწყო თბილისში, როგორც მახასიათებს ხოლმე, იმიტომ რომ სულ იქ იყო პროტესტი ქუთაისში, მე არ მახსოვს და არც გამიგია, თუ სულ რაღაცა რამოდენიმე ადამიანი გამოსულა, ხანდახან 10, 15, 20, მაგრამ იქ რო ჩავედი და მეორე დღე იყო თუ მესამე დღე იყო, უცებ ტელეფონში ამოდის და უცებ ყველა იძახის, ხალხო ხედავთ რა ხდება ქუთაისში, მეთქი ჩემ ქალაქში რა ხდება და უზღვავი ადამიანი, 1000-ობით ადამიანი იყო გამოსული. ეს მე მაგალითად არც მოყოლით არ ვიცი, 9 აპრილის დროსაც კი ასეთი რამე ქუთაისში როგორც ამბობენ არ ყოფილა და ეს იყო ჩემთვის მოულოდნელობა და იმ თასვე ავდექი და დავბრუნდი. და რაში შენი აზრით ამ ყველაფრის უნიკალურობა? რატო ხდება ასე, რომ 50 დღეა ქუთაისი ქუჩაში გამოდის? ისევ დაუბრუნდები, მოდი ასე ვიტყვი, რომ ისევ დაუბრუნდები იმას, რომ იმ დაფუძნებელმა მამებმა ჩვენ რაც პირველ რიგში ალბათ რაც არის მნიშვნელოვანი, რომ დაფუძნებელმა მამებმა რაც გვითხრეს, რაც ჩაგვიდეს
აი გენეტიკურ კოდში ჩაგვიდეს ჩვენ ილიამ და ნიკო ნიკოლაძემ და არა მარტო მათმა ვაჟაბშაველამ და იყო ისე დიდი ხალხი, მაგრამ ესენი იყვენ როგორც იდეოლოგიით, ისე საქმით მკეთებელი ამისი, რომ ჩაგვიდეს გენეტიკურ კოდში, რომ ჩვენი გზა არის ევროპული გზა, ჩვენი გზა არის ის, სადაც ჩვენი მშობლიური სახლია, საუკუნეებია და ათასწლეულებია, რაც ჩვენ ევროპული ცივილიზაციის აკვანთან იყო ჩვენი ერი თავიდან დასაწყისში და მერე მოხდა წყვეტა, მოხდა ბიზანტიის იმპერია დაეცა და ოსმალეთის იმპერია ჩადგა შუაში და მოხდა ჩვენი ტერიტორიული წყვეტა, გეოგრაფიული წყვეტა და მერე ნიკო ნიკოლაძემ ისევ და ილია ჭავჭავაძემ ისევ დაგვისახა, რომ ჩვენი გზა და ჩვენი მომავალი არის ისევ ევროპა და სამწუხაროდ 70 წელი მერე შენ კარგად იცი მიშო რომ 70 წელი წყვეტა მოხდა ისევ იმპერია დაგვიპყრო ისევ საბჭოთა კავშირმა და ეხა 35 წელია ჩვენ ვიბრძვით იქეთკენ რომ გვინდა რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ, გვინდა რომ ნატოს წევრი გავხდეთ, გვინდა რომ ჩვენც ისევე ცივილიზებურად ვიცხოვროთ როგორც მათ ისინი ცხოვრობენ და ჩვენ ამ ყველაფრის კარგი მაგალითებიც გვაქვს, იმიტომ რომ 2013 წელს ჩვენ მივიღეთ ვიზა ლიბერალიზაცია, დავიწყეთ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა, დავდივართ სასწავლებლად, სამკურნალოდ, სამოგზაუროდ და ევროპა შემოვიდა ჩვენთან. ოღონდ ეს არასდროს არ ყოფილა ძალდატანებითი ქართველისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ღირებულებებით, რელიგიითაც კი ეს ადამიანები ჩვენთან ყველაზე ახლოს არიან, ამიტომ ის პროპაგანდა რომ თითქოს ჩვენ არა ვართ ევროპელები, ხადია თითიდან გამოწვეული თემაა, ამიტომ ჩვენ არსად შესასვლელები არა ვარ, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ქვია. მეც დავამატებ პროტესტის უნიკალურობაზე იმ ამბავს, რომ ამ პროტესტს არ აყავს ლიდერი. ამ პროტესტს არ აყავს რაღაცა მესია, რომელსაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ქართველი ყოველთვის მიესწრაფოდა. 9 აპრილიდან მოყოლებული ჩვენ ყავდა ზვიადი, ყავდა შევარნაძე, ყავდა მიშა, ბიძინა, მაგრამ ამ წუთას ჩვენ არა ვართ იმ ეტაპზე, რომ ვიღაცა ერთ ადამიანს წავყვეთ. ჩვენ ვართ ამ წუთას იმ ეტაპზე, როცა ადამიანები თვითორგანიზდებიან. და დღევანდელი ჩვენი წამოწყებაც თვითორგანიზების ნაწილია, იმიტომ რომ ჩვენ თავად გადავწყვიტეთ, რომ გარდა იმისა, რომ აქციებზე დავდივართ, გვინდა რომ ცოტა მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეტ აუდიტორიას მივწვდეთ. ჩვენ საქმე თქვა და სხვასაც საშუალება მივცეთ. პროტესტი არის ჰორიზონტალური, იმიტომ რომ ხედავთ აქციაზე, მათ შორის ქუთაისში 50 დღის განმავლობაში შეიძლება არავის არაფერი არ უთხრათ, მაგრამ ადამიანები რაღაცა კონკრეტული ჯგუფი მოვა და თავისთვის გააკეთებს რაღაცა პერფორმანს დადგამს. ახალი წლის ღამე სულიად უნიკალური იყო 31-ში სახლში შეხვედრის ნაცვლად ქუთაისის რუსთაველზე შევხვდით, სადაც ყველა მხრიდან ადამიანები მოდიოდნენ ნამცხრებით, ხაჭაპურებით და ასე შემდეგ. და ჯაჭვი როგორი მაგარი იყო ის. ხო, აი ეგ კიდე შეგიძლია გაიხსენო. ჯაჭვი იყო, აი ის რო იყო ერთობი ჯაჭვი რო იყო იმ საკითხად რუსთაველის ხიდსა და ციტაჩის შორის ხიდის საერთოდ როგორც ვიცი ევროკავშირის სიმბოლ ტექსტშიც არის კი დამაკავშირებელია ხალხთა შორის დამაკავშირებელია და ისეთი ფანტასტიკური სანახავი იყო. აი მაშინ უკვე ჩამოსული ვიყავი და აქ ვიყავი და თბილისში აღარ ვიყავი და აი ისეთი ემოციური იყო, ფანტასტიკური ჩემთვის იყო, აი ძალიან ამაღლებებელი, რომ ჩემ ქალაქში ესეთი და 1000-ზე მეტი ადამიანი იყო ალბათ, ხო მიშო? რომ ამდენი ხალხი იდგა და ერთად იდგა ხელი-ხელი ჩაკიდებული, ეს ჩემთვის იყო, აი უბედნიერესი დღე იყო. ასევე დასამახსოვრებელი იყო მაგალითად ველოსიპედების მარში და მეც მონაწილეობდი მაგალითად ველოსიპედების მარში. ახლა თუ ნიკო ნიკოლაძის კლუბი გვაქვს დაარსებული და ჩვენი მეგობრებიც მონაწილეობდნენ, ხო? თუ პირველი ნიკო ნიკოლაძე იყო, ვინც ჩამოიყვანა ველოსიპედი ქუთაისში, მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის. ხო, ჩვენ ასევე ვნახეთ მარშები ქუთაისში, მაგალითად ვნახეთ მასწავლებლების მარში. მე მიხარია, რომ ამ ბრძოლაში ბევრი მასწავლებელი წინა ფლანგზე იბრძვის, ვნახეთ ეს მარში, ვნახეთ ექიმების მარში. ეს ყველაფერი რაღაცა დოკუმენტური ფილმივით შეიძლება გამოვიდეს ჩვენი დღევანდელი ვიდეო, იმიტომ რომ თან ჩვენს საუბართან ერთად ეს კადრებიც გავა და ნახავს მაყურებელი რაღაცა ერთად მოყრილს მე მინდა რაღაც
იმ ამბავს გავუყვე, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ რა აზრი აქვს ქუთაისში პროტესტს. ეს პროტესტი მათ შორის იმით განსხვავდება სხვა წინა პროტესტებისგან, რომ ეს პროტესტი არის ბევრად უფრო სახალხო. იმიტომ რომ ჩვენ პროტესტის დასაწყისში 28 ნოემბრიდან დღემდე ვნახეთ, რომ არ დარჩენილა თითქმის არც ერთი ქალაქი საქართველოში, სადაც პატარა აქცია მაინც არ გამართულიყო. ყველგან იყო. მე 12 წელი აქციაზე ვარ და მე არ მაქვს იმის პრობლემა, რომ ერთიც მდგარო ვარ, ორიც, 10-იც და 20-იც. მაგრამ არასდროს იმედგაცრუებული არ ყოფილი ვარ, იმიტომ რომ მე იქ ვდგავარ ჩემი თავის გამო და არ მაინტერესებს თუ სხვა არ იდგება ჩემ გვერდით. მაგრამ ახლა როცა მესმის, რომ ზესტაფონში აქცია, ხარაგაულში აქცია, ხულოში, წყალტუბოში, ყიბულში და მე ვნახულობ, რომ რაღაცა იმერეთის ეს ქალაქები ერთად ჩამოდიან ქუთაისში და საღამოს ერთად ხვდებით და საუბრობთ. და ამ აქციებს არ ყავს ლიდერი. არ ყავს რაღაცა ქარიზმატული ადამიანი, რომელიც რასაც იტყვის, იმას გავყვებით. ის არის იმპერატიული და всё, ეგ არის და ეგ არის. აქციებზე იბადება ახალი ქუთაისი. მე ამითი ვარ ყველაზე ბედნიერი. ევროპული ქუთაისი. რამდენი ადამიანი გავიცანით მე და შენ ამ აქციებზე? უამრავი ადამიანი. და სამოქალაქო საზოგადოება, ჩემი აზრით და ჩემი გადმოსახედით, ეს არის ზუსტად სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის ზუსტად ევროპული ქვეყანა და საწყისები, რომ ქვემოდან ზემოთ უნდა იყოს, რომ ის კი არა, ბრძანებითი კი არა. ხალხში უნდა იბადებოდეს რაღაცა იდეები, აზრები და მე უნდა ვქირაობდეთ ჩვენ სწორი არჩევნებით და არაგაყალბებული არჩევნებით და იმარშობოდეთ, რა ქვია, ისინი უნდა ასრულებდნენ ჩვენ დაკვეთას ქვემოდან ზემოთ, მაგრამ აღარ სამწუხაროდ კი, ეგ 15 წელია პირიქით ხდება. ეგ მოლოდინი, ეგ ზუსტად ეგ შეგნება იზრდება ადამიანებში. ადამიანები ხვდებიან, რომ პროტესტს აქვს თავისი შინაარსი, აქვს თავისი მიზანი. ჩემი მთავარი შიში ამ აქციებზე უკავშირდება იმედგაცრუებას. ახალგაზრდების იმედგაცრუებას, რომლებიც ხედავენ, რომ ვართ ბევრი, ჯერათ რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეს. აქციებზე ხედავენ მათ ლექტორებს, ხედავენ მათ ექიმებს, ხედავენ მუსიკოსებს, ვისაც უსმენენ, ხედავენ მსახიობებს, ვისაც თეატრში უყურებენ. და თუ ამ სულისკვეთებამ, ამ ბრძოლამ შედეგი არ გამოიღო, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ისინიც ჩაეწერებიან იმედგაცრუებულ თაობათა სიაში, რომელიც არის ჩემი თაობა, მე იმის ჩვენი წინა თაობა. არაფერს აზრი არა. ხო, რომ მაინც არაფერს აზრი არა. არაფერი არ გამოგვივა. ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამ ქვეყნის მომავალს. ხო, და ვიღაცა წყვეტ ზემოდან რაღაცა ხან ერთი, ხან მეორე, ვირჩევთ იმას, რაღაცა მე დიდი რაღაცა 100,000-ობით ხმით და რაღაცა 90%-ობით ზოგჯერ და მე გვიცურდება იმედები, მე ისევ ქუჩაში ვდგავარ და ისევ ერთი და იგივე წრეზე ბრუნავთ. ახალგაზრდები ვახსენეთ და მინდა ვახსენო ის ახალგაზრდამა თაობა ის სტუდენტები, რომელიც იქედან უყურებდი, მაგალითად, როცა კადრებში ჩანდა, რომ უმეტესობა სტუდენტები იყვნენ და რომ ჩამოვედი და ვიკითხე და გავიცანი კიდეც ეს ბავშვები, ვინ იყო, ვინც შევიდა პირველად წერეთლის უნივერსიტეტში, საერთაშორისო უნივერსიტეტში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ფანტასტიკური ახალგაზრდობა მოდის, ფანტასტიკური თაობა მოდის და მართლა არ შეიძლება რომ მათ იმედები გაუსრულდეთ და მართლა ევროპული მომავალი გვაქვს მათი შემხედვარი ჩემი გადმოსახედიდან. თუმცა სიმართლესაც არ უნდა გავიქცეთ, ანდრო ქუთაისში გვაქვს წერეთის უნივერსიტეტი, სადაც დაახლოებით 10,000 სტუდენტი სწავლობს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა აქციაზე არ გამოდის. ესეც სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია ბოლო წლების განმავლობაში, რომ სტუდენტი და უნივერსიტეტი იყოს მაქსიმალურად ინერტული, მაქსიმალურად იკავებდეს თავს პოზიციების დაფიქსირებისკენ, ჩემთვის წარმოუდგენელია ადამიანი იურიდიულზე სწავლობდეს და ვერ ხვდებოდეს რას ნიშნავს 78 კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევა. მეც ამ ჯენზის ხარეს ვარ იმ ნაწილში, რომ თუ ვინმეს ქუთაისში ვიცნობ, თუ ვინმე რამეს წარმოადგენს ჩემთვის ამ ქალაქში, აბსოლუტური უმრავლესობა ჩემთან ერთად დგას აქციაზე. არიან ადამიანები, ვიზეც სიმართლე გითხრა, გული მწყდება და ამ ადამიანებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფიქრდნენ, იმიტომ რომ ის კრიზისი, რაც 50 დღის განმავლობაში ჩანს ამ ქვეყანაში, არ დასრულდება.
ჩვენ ვხედავთ რომ ყოველდღიურად დეპუტატები, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თმენის ვალდებულება, გადავიდნენ ძალადობაზე. კი ბატონო, კი ბატონო. და მე მინდა მიხვდნენ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, ასე რომ ვთქვათ. ალბათ ადამიანები, რომლებიც ჯერ ვერ მიხვდნენ რაღაცებს, რომ სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ კრიზისმა. ერთი რაღაც არის. შენ ხო გჯერა ანდო რომ 50 დღე გავართ ახლა. ხო. მაგრამ თუ საჭირო იქნა ჩვენ 150 დღეს ვიდგებით. კი ბატონო. ჩემ გვერდით ის ხალხი დგას ქუთაისში აქციაზე და თბილისში ჩემი მეგობრები, რომლებიც თუ საჭირო გახდა 500 დღე იდგებიან თბილისის და ქუთაისის რუსთაველზე. ვიდრე მისაღებს არ მიიღებს ეს ქვეყანა და ეს კი, მარტივი რამეს ვითხოვთ. ახალ სამართლიან არჩევნებს და მოიგებენ ვი ბატონო ხელახლა ცხადია რა თქმა უნდა. კი ბატონო, მაგრამ ის რაც მოხდა 26 ოქტომბერს მოდი ვთქვათ რომ არ ველოდით ამას არავინ ასე და ამნაირად, მაგრამ რაც მოხდა ისე მოხდა, კიდეც შედეგიც მივიღეთ რომ ხალხი და მასა გარეთ გამოვიდა და აპროტესტებს ამას ყველაფერს და არ დარჩენილა სფერო, რომელიც არ აპროტესტებს და წესი და კანონით მიმხედრება უნდა მიხვდეს, რომ ჩვენ ვართ ნამდვილად ევროპული ქვეყანა, ჩვენ ვართ ნამდვილად ევროპული ცივილიზაციის მქონე ქვეყანა და ასეთი კრიზისების დროს ყველა ნორმალურ ქვეყანაში 50 დღე კი არა 5 დღის მერევე ინიშნება არჩევნები, ახალი არჩევნები, შეიძლება წელიწადში 3 არჩევნები ჩატარდეს. ამიტომ გირჩევთ, რა ვიცი, მესვეურებო, ვისაც მოდი შევეხოთ კიდევ ერთ უნიკალურ რამეს. 15 იანვარს იყო გაფიცვა საქართველოს მასშტაბით. გაფიცვა, რომელშიც მონაწილეობა ამდენმა კომპანიამ მიიღო. კი ბატონო. ჩემთვისაც უცხო იყო, რომ თუ ქუთაისში ამდენ კომპანიას ეყოფოდა გამბედაობა იმისთვის, რომ ასე ხმამაღლა გამოეცხადებინა თავისი პოზიცია. ცხადია, ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, მხოლოდ 3 საათიანი შუადღეზე 3-დან 6 საათამდე, მაგრამ ესეც ახალი რამეა ჩვენს ქართულ პროტესტში, იმიტომ რომ აქამდე მსგავსი მასშტაბის გაფიცვა არ ყოფილა. გაიფიცნენ საჯარო მოხელეები, გაიფიცნენ ბანკები, გაიფიცნენ ისეთი მნიშვნელოვანი დაწესებულებები, მაგალითად როგორიც არის აფთიაქები. ყველა სფერო შეეხო გაფიცვა. ჩვენ ვსწავლობთ ამ პროტესტს, როგორც ჩვენ ვხდებით ევროპული ქვეყანა. ჩვენ ასე თუ ისე მაინც ვერაფერს ვერ იზამს, ვერავინ. ჩვენ ვართ ევროპელი ხალხი, ჩვენ ვართ ევროპული აზროვნების ხალხი. უბრალოდ ჩვენ ბედის უკუღმართობის გამო, რო წავიდეთ ახლა ჩვენ ფინალისკენ და დავამთავროთ, ბედის უკუღმართობის გამო 70 წლიანი ძალიან ცუდი წვეტა გქონდა და იმას რაც ევროპამ გაიარა და ევროპულმა ქვეყნებმა გავდივართ ეხლა, გავდივართ ცოტა რთულად, მაგრამ მიღწევადი კი არა, უეჭველი და აუცილებლად მივაღწევთ ჩვენ 50 დღე დაგჭირდება, 150 თუ 500 დღე დაგჭირდება, როგორ ვთქვით, მიღწევით მივაღწევთ ყველაფერს. ყველაზე ძვირფას კარგავთ. მე შეიძლება ბევრი რამე ვაპატიო ხელისუფლებებს და ამ ხელისუფლებასაც, მაგრამ არ ვაპატიებ ყველაზე მნიშვნელოვანს, რომ დროს გვაგარგიებს. ძალიან ბევრ ძვირფას დროს, რომელიც ყველა ადამიანს გვაკლდება. თქვენ შენ მაგალითად დავშევთა უნდა თუ ევროპამ რაღაც მონაკვეთი გაიარა 10 წელიწადში, ხო. მათი გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენ ეს ყველაფერი შეგვიძლია გავიაროთ ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე მათ ეს გააკეთეს. რომ მასე იყოს და ამაში ჩვენ იქეთ მხარე საერთოდ ცუდი ნათქვამია. ხარე კი არა ქართველები ვართ სულ ყველა. აქ არ არის ის რომ რა ქვია, უბრალოდ ჩვენ ყველა ჩვენი შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ყველამ უნდა მივხვდეთ ერთობლივად და ერთად, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, საერთო არის ეს ქვეყანა და არა ის შუაში გაკრეფილი კი არა, არა და ერთად უნდა იდგეს და ერთაზე ყველა ვერ იქნება. მაგრამ ერთი რაც არის, რომ ევროპული გზა და ევროპული მომავალი არის ამ ქვეყნის უალტერნატივო გზა. ხო, მაგრამ მოდი თქვი ისიც რას გულისხმობ. ისე ცოტა სადღეგრძელოსავით და ძველ აქციებზე გამომსვლელებისავით ვარ დაგვემართოს და სადღეგრძელოები მარტო რას გულისხმობ ევროპულ გზაში. აი, რატო უნდა დაგვიჯეროს ვიღაცა მსმენელმა, რომელსაც აქვს კარგი ნოსტალგიები საბჭოთა კავშირის მიმართ, მოწონდა ის წყობა, რას ნიშნავს შენთვის ევროპული გზა? ჩემთვის რას ნიშნავს ევროპული გზა და ევროპული დროის ფასი, შრომის ფასი, სამშობლოს სიყვარულის ფასი
და იმის მაღალ ტექნოლოგიები, რა თქმა უნდა. და მოდი ახლა მაგალითს დავასახებ, შენ ხო თქვი ესეთი მაგალითი, რომ ნოსტალგია აქვს იმას, რა ქვია, ძველი საბჭოთა კავშირის. მოდი მე საბჭოთა კავშირის ორ უკიდურეს პოლუსს ვიტყვი. ფინეთს და საქართველოს. ერთი მხარესაა, მეორე მხარესაა. ის დარჩა მათთა საბედნიეროდ 70 წლის წინ, პროსტორად 100 წლის წინ საზღვრებს იქეთ და განვითარდა როგორც ევროპული ქვეყანა და ჩვენ განვითარდით როგორც სოციალისტური ქვეყანა. ნახე ფინეთი და ნახე საქართველო. აი ეს არის უნიკალური მაგალითი. ჩადი ფინეთში თან ნახევრად გამყინვარებაა, როგორი განვითარებული ქვეყანაა და მე ეს ამიტომ აქვს. ახლა რო არ ჩამოვთვალო რომ ამის გამო თვალსაჩინო მაგალითია. ნახე ფინეთი და ნახე საქართველო. მე მოდი პოლიტიკურ ნაწილზე ვიტყვი. მე ევროკავშირი და ევროპა მინდა იმისთვის, რომ ჩვენთან გაიზარდოს პოლიტიკური კულტურა. რა პრობლემა გვიდგას ბოლო 30 წლის განმავლობაში? მე ვფიქრობ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პრობლემა არის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იწვევს მერე შემდგომ ყველა სხვა პრობლემას, ეს არის ძალაუფლება. ძალაუფლება თავმოყრილი ერთი ადამიანის ან ერთი პარტიის ხელში. მაგრამ აქვე მათ სასიკეთოდ შეიძლება ვთქვა, რომ იგივე დაემართებოდა ყველას. ძალაუფლება ერთი და იგივენაირად გააფუჭებს ყველა ადამიანს. ყველა განათლების, ყველა წარსულის და ევროპაში ეს ყველაფერი იმიტომ არ ხდება, რომ იქ საქმე გვაქვს ახალ მოვლენასთან, ეს არის კოალიციური მმართველობა. ეს ნიშნავს აი ინგლისური სიტყვა სამოქალაქო საზოგადოება. ინგლისური სიტყვა რო გამოვიყენო check and balance, რაც ნიშნავს რომ თან აკონტროლებ ერთმანეთს და ეს იწვევს ბალანსს. მაღალ დონეზე არის ბოდიში გაწყვეტინე, მაღალ დონეზე არის განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება კიდე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. რასაც ვერ ახტება ვერც ერთი ხელისუფლება, ვინც ხელისუფლება. ხო, ამ სამოქალაქო საზოგადოებამ მივიდა იქ. ქვემოდან კარნახობენ, რა უნდა გააკეთოს და რა კიდე ეს აქციებიც მაგეთკენა მიმართული ზუსტად რომ განვითარდეთ იმ დონეზე რომ ჩვენც ისე კოალიციური 2012 წელს ჩვენ გადავდგით უდიდესი ნაბიჯი დემოკრატიის ისტორიაში. მე მგონია რომ ისტორიების წიგნში ჩაიწერება ეს წელი, იმიტომ რომ ხელისუფლება შეიცვალა არჩევნებით. ახლა უკვე მეორე უნიკალური შანსი ჰქონდა ჩვენ ამ არჩევნებზე, ისი რაც წაგვართვეს, ეს იქნებოდა კოალიციური მმართველობა. ეს არ იქნება მარტივი. ვისაც აინტერესებს შეუძლია ნახოს რას ნიშნავს ევროპაში კოალიციური მმართველობა. ახსენე შენ რომ შეიძლება რამდენიმე არჩევნები ჩატარდეს 1 წლის განმავლობაში თუ მათ ვერ ჩამოაყალიბეს მთავრობა. ჩვენც მივაღწიოთ ამას. ეს ნიშნავს რომ ძალაუფლების ვერტიკალი აღარ იქნება ერთი პარტიის ხელში. გადანაწილდება, ეს ნიშნავს რომ ისინი ერთმანეთს თან გააკონტროლებენ, თან დაიცავენ ბალანსს. მარტივი მაგალითი რო ვთქვა, რატო იქნება ცუდი ჩვენს პატარა ქუთაისში მაგალითად ქალაქის მერი ყავდეს ერთი პარტიის წარმომადგენელი, საკრებულოს თავმჯდომარე მეორე პარტიის მოადგილე, ერთი მოადგილე იყოს სხვა პარტიის წევრი, მეორე მოადგილე სხვა პარტიის წევრი. ამ ყველაფერს აბალანსებდეს ზევიდან გუბერნატორი, რომელიც კიდე სხვა პარტიის წევრი იქნება. ბევრი რო არ გაგვიძელდეს ჩვენი პირველი ვიდეოსთვის, გაცნობითი ვიდეოსთვის, ნელ-ნელა დასასრულისკენ გადავალთ. იმედია ძალიან კრიტიკულები არ იქნებით ჩვენს მიმართ, რადგან ეს ჩვენი პირველი ვიდეოა. ცხადია, ცდელობას უკავშირდება ამ ვიდეოს ჩაწერა, რომ იქნებ რაიმე გამოგვივიდეს. იქნებია რა გამოგვივა. კრიტიკულ შენიშვნებსაც მივიღებთ, გამოვასწორებთ და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. დამოკიდებული ვართ იმაზე, ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული საერთოდ, თუ გვინდა რომ ქვეყანა განვითარდეს, ჩვენ ერთმანეთზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული და ხელი-ხელი ჩაკიდებული და ჩვენი ირგვლივ უამრავი ადამიანია ხელი-ხელი ჩაკიდებული ამას რო ვაკეთებთ და ასევე თქვენც თხოვთ, რომ გამოგიწეროთ ჩვენი არხი და ერთობლივად მივცეთ ჩვენ თავსაც და თქვენს ასპარეზი ამ YouTube არხზე. გემშვიდობებით.